მიდი ერთი ციცოეს გამისწორე. მიდი. ცოტა იქეთ. ო, კაია. კაი. მაგარი არის. ციცო. სულ მეშინია რომ არაფერი ვთქვა. რატომ და ისედაც ერეულობს ეს ნიკა და კიდო რაბრებ რო უთხრა ხო გადაირია კაცი აღარ ვიცი რა ვქნა საწყალი გოგო ცხოვრობ შენთვის და უცებ ამხელა მეხი თავზე არ თქვა არი დაწყეულოს ღმერთმა ვინც ეს კაზინო მოიგონა გაუბედურა გამოაშტერა საერთოდ ეს ახალგაზრდობა მარტო ახალგაზრდები გოგო შენ ეგ თქვი მაგათ ოღონდ ფულები მიეცი და ეს ამდენი ოჯახი რომ უბედურდება სულ ცალფეხზე კიდიათ. ლიკამ გაიხაროს, ლიკამ. კიდე კაი ლიკა ეხმარება. დედა მოუკვდეს ლიკას დედა. სულ მის კისერზე გადაიერა ყველაფერი. კარგი, თავს მაინც რო გარიწყევლი. ნანული. ბატორას ამბობს. ვატომ გოგო რა უნდა თქვას არც არაფერი გოგო ამ საღამოს ფსიქოლოგთან მიყავს ფსიქოლოგთან ხო რა ვიცი ჭირდება ფსიქოლოგიო და მიყავთ სასწაული რას არ მოიგონე სასწაული აბა რა არის სად იყო მე და შენ დროს ფსიქოლოგი და ვერ ცხოვრობდი კარგად მშვენიერა აი რა შვები რაშვები რასაკეთებს წონაში იკლებს ეს ამ ხელავერი დამტარხარ ბავშვების სათამაშოზე არ ცხენია აი რა ნანული ბებო საქანელა ბებოს მოგცემ ახლა თუ გდრუზე ბეჭებში უყურეთი ამას გაკეთე ამ თუჩი სალამოელ გაკეთებული იყოს უსინდისები კერა ვაიმე ნანული რა იყო რა არ არიან თუ არა კი არიან ხო და აგრე ოდი ბიჭო მომეხმარე რა გჭირს რა მოგიხმარე დაგარქვე სახელი და პაკეთები მოგხედავ მოგხედავ დამაგ დროს რას ფიქრობდი? სიმართლე გითხრათ? რა თქმა უნდა. მაგ დროს არც დედა ჩემზე ვფიქრობდი, არც მამა ჩემზე, არც საკუთარ თავზე. უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი ყველაფრისგან. მინდოდა ყველაფერი დასრულებულიყო, მორჩენილი. რაღაც ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ მინდოდა რომ ყველაფერი დამთავრებული. კლინიკაში რომ გაიღვიძე, მე რა მოხდა? კლინიკაში რომ გავიღვიძე, მე დამეწყო სირცხვილი, შფოთვა, დანაშაულის განცდა. დანაშაულის გრძნობა ადრეც გქონდა ხოლმე? დანაშაულის გრძნობა სულ მქონდა. ყველა თამაშის შემდეგ. მაგრამ ყველაზე უცნაური იცით რა არის? როდესაც ეკაზრი მომდიოდა თამაშის არაფერზე აღარ ვფიქრობდი. თითქოს რაღაც შეპყრობილივით ვიყავი. სხვა ფიქრი არ მომდიოდა თავში. ხოლო თამაში მინდოდა. მესმის.
თამაშის შემდეგ ერთი და იგივე განცდა მიჩნდებოდა ხოლმე დანაშაულის თითქოს ვაცნობიერებდი რაც ჩავიდინე. იცი, რაც ახლა აღწერე დამოკიდებულების სტანდარტული სიმპტომებია. რა მეთოდითაც მე ვმუშაობ, კლიენტის ფსიქოგანათლებასაც მოიცავს. ამიტომ გაწვდი ამ ინფორმაციას. დიახ. დამოკიდებულება, დაავადება, შენ ხვდები ამას. ზოგთან ნარკოტიკზე დამოკიდებულებით ვლინდება, ზოგთან ალკოჰოლიზმით, ზოგთან ლუდომანიით. თავარი რაც მინდა გაიაზრო ისაა, რომ ეს შენი ბრალი არ არის. მართლა? ამით იმას არ გეუბნები, რომ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. არა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესმოდეს, რომ რაც შენს თავს ხდება, ეს შენს ნებაზე არაა. არა და დენი ხანია მეზისხება ჩემი თავი. მესმის, ყველა ეგრეა, ვინც მსგავსი პრობლემით მოდის ჩემთან. მართლა? მართლა, ის რომ დამოკიდებული ხარ, არაა შენი არჩევანი, მაგრამ შენი არჩევანია ეს მდგომარეობა გააცნობიერო და დაავადებას უმკურნალო. და არც დაავადება ნიშნავს განაჩენს. შეგიძლია მთელი ცხოვრება გამოჯამრთელებაში დარჩა. მე ამევასება ზაფხულში და აუგეს კიდე რაღაცებს აკეთებს რა იგია რა თათუქარია და სივი ნახე აი გაანები თავში ой სატანისტი ой მე მეძახი? კი შენ გეძახ რა გინდა? ჩამო რა დაბლა რატო? ჩამო რო გეუბნებიან რა რატო? ჩამოდი რა საქმე მაქვს რა რა საქმე? აუ ეს ნახე რამდენს მალაპარაკებ ბიჭო გაიყ გეშინია რისი უნდა მეშინოდე? ხო და ჩამოდი რა ბიჭო აი მოდი და ნახე ეს ნახე ბიჭო ვა მართლა ჩამოხვდი რა გინდა? იდე მე რა მინდა ბიჭო ო რა გინდა? აბა რა ჯადოქრობებს ატარებ იქ რა არის რა? რა ჯადოქრობებს აკეთებ რა გაცი სასაცილოა და მეცინება. ჩვენ ვართ ბიჭო სასაცილოები ცოტათი. შენ ბიჭო შიხო არა გაქვს ყველას შიგვაქვს. რაღაც პონჩი. მე кайფებ ეს გავგლეჯო ეხა ამას შევარ ბიჭო, რა იყო, რა ხდება? რა ხდება და დედის ტყნა ხდება ოიცა ამიხსენი რაშია საქმე? რა მოხდა? აბა მითხარი? რა მოხდა და ყოველდღე რო ჯადოქრობს ეგ მოხდა მე რა? გაწუხებ შენ? გვაწუხე რა, შენ გეხება? ჯადოქრობს ტიპი ბიჭო თან პახოდო ბროკოლს ჭამს ძმაო ბროკოლს ჩამგას? კიდე იცი რა გაჩი აი მოიცა, ნუ იცინი ერთი წუთი რა. აი მოიცა რა. რა მოხდა ბიჭო, კაც თავის ცხოვრება აქვს, სულიერად ცხოვრობს რა. გაეშვით რა. სულიერად არა ყლე მოიცა, მიხარა სიტყვებს მისწორებ შენ? არა ძმაო ისე ვთქვი ისე რა თქვი, ისე ლაპარაკო? ხო იცი როგორ პატივსაც გცე პატივს უწევ დავიშევო. აი რუსთაველები ვართ, ჩინაურები ვართ და არ გვინდა ძალიან ეხა აყალმაყალი და რავი აგერ dobra ჩამოვარდათ ხელი ძმაო და დავიშავოთ ეხლა რა სხოდ რა და ეგ არის დავაი, მინდა. Хорошо? კარგად იხავ. იმ ბიჭო ბროკოლი. ჩაი? რა? კაი ჩაი მაქვს ჩინეთიდან ჩამომიტანეს გავსინჯოთ. შენ პიდარასტი ხო არა? არა. აი. ვერიძეები სად გადავიდნენ იცი? იცი? კარგი, შენ იყოს ჩაი. წამო. ბროკოლ. ამო, წამო. საბა, როგორ ხარ? აქ საიდან გაჩდი? ტელეპორტაციის ნიჭი რომ აქ არის დი? აქ არის? კი, აქ. კაი დაველოდოთ. მათ
კითხავი ხარ ბიჭო? არა. იოგი და სტოიკოსი. აბა ეს საკარტია. დარო. ამან კითხავი ხარ რა? არა, ამით შემიძლია ინფორმაციის აღება კოლექტიური ქვეცნობიერიდან. ანუ ინფორმაციული ველიდან. აყალერებ ხო? არა ძმაო, არა. აი, მისვინე. მეტყვი. ჯო ამ ხელა კაცი ხარ. რა გინდა იმ პატარა გოგოსთან? რა შენი საქმეა, ბიჭო? არა, ცუდად არ გეკითხები, მართლა მაინტერესებს. ცუდად რა უნდა მკითხო? ჩემ ჭკუაზე, ჩემთვის უზრდი რა? კონტაქტიც კი არ გაქვს. დაძლებო და უთოთოლებ დეტექტივი. აი, მე ვიცი. აი ესე ზურავის ვერ გაზდი შენ ჭკუაზე. მახინჯი მენტალური პროგრამაა, რომ ვიღაცას შენ ჭკუაზე გაზდი. მოიცა დაწყვალ. მართლა გჯერა რომ გიყვარს? კი არ გიყვარს. აკვიატებული გყავს. აი ერთი წამი წარმოიდგინე რომ დაგთანხმდა, ერთად ხართ, ბედნიერი იქნები. იქნები. ადამიანების ტრაგედია ცირაშია. სულ რაღაცას დავსდევთ. იმის მაგივრად რომ დავაკვირდეთ რა ხდება. წინასწარი შეფასების გარეშე. უნდა გავუშვა. ბუნებები, შიშები. ჩვენ ეს ცხოვრება უბრალოდ გვემართება. ისევე როგორც დაბადება და სიკვდილი. ერთადერთი ჩვენი თავისუფლება ჩვენს რეაქციაში ამ ყველაფერზე. წესით ამ რეაქციის არჩევნა შეგვეძლოს, მაგრამ უშენ. მაგარი გიჟი ხარ რა. რას ეწევი ბიჭო ამის თემაზე? ჩაი? იღოს ჩაი. ხარ ნერვიულო? არა, ნი, კარგად ვარ. მოდით, ჩვეულა, მოდით. ქშიათ? კი, ბებო, მემშია. რა იყო? ბავშვი გამختარია და უნდა ვაჭამ. ეხლავე ბებო, აი ამ წუთში. რაო, ბიჭო, ჩაგაფსიქოლოგა? კი. და არ მინდა ლიკამ გადამიხადოს ფული. მუშაობას დავიწყებ. ყველაფერს მე გადავიხდი. უბრალოდ მინდა ბანკიდან კრედიტი გამომიტანოთ. შვილო, შენ შიქ ხوارა, ბიჭო? რა, ნიკა, ქალო, კიდე მე კრედიტი მინდა? იხო, კარგი. ყველაფერს მე გადავიხდი მე. რას გადაიხდი, ბიჭო? ეგრეა საჭირო. უბრალოდ ბანკში გაშავებული ვარ და არავინ არ მომწევს კრედიტს. ეგრეა ჯობებს ჩემი გამოჯანმრთელებისთვის. მომისმინე ბიჭო, შენ ფსიქოლოგმა გამოგაკეთა თუ უარესად გამოგაყლებ, ერთი გამაგებინე რა გამოიცა რა. ხო. შენი ჭირი ხმაღარ ამოიღო, თორე ლამისად ინფარქტმა მწიოს რა. მომისმინე მამა რა, ნუ გადაფსიხდები ხოლმე რა. რო გეუბნები ეგრეა ჯობებს, ესე იგი ეგრეა ჯობებს. რო იგივე აღარ გავიმეორო. ხო, ნიკა. დამიჯერე რომ ყველასთვის ესე აჯობებს. შვილო, გამაგებინ ერთი რა კრედიტს იღებ. ლიკამ ხომ გითხრა მოგცემ თუ არა? გამოართვი ეს პროცენტი რომ აღარ გადაიხადო და მე ლიკას დაუბრუნე დედა, ჰა? ისე კაი იდეაა ეგეც. მომისმინე ბიჭო, სად უნდა დაიწყო? აი სატყრია, სამსახურები კი არ ხარია გარეთ, ბიჭო. სად უნდა დავიწყო და მშენებლობაზე დავიწყებ მუშაობას. ახლა. მაგახლავს არ მივიყვანა. სიჩუმე იყოს. სცენარის ავტორი და რეჟისორი ამარანდა სანჩესი.
შეხედე რა ლამაზია. მაგრად მომწონს. აქ ამბებია, ფესტივალები, ჯგუფები, ნამდვილი არტია. არტი არ ვიცი, მამა, მაგრამ ცალკე მინდაო დაგელაპარაკო და აბა, გისმენ. ძალას ვიკრებ, მამა. ემზადები, რა გჭირს? მიდი, აბა გისმენ. კაი, ხო. შეყვარებული მყავს. შენ? მე. მართლა? კაი, მამა, რა კითხვებს მისმევ? შოქში ხარ? მამა, შოქში ვარ, აბა, შოქში არ ვიქნები. ჯერ ძალიან პატარა ხარ, მამა ჩემთვის. ეგრე შენთვის სულ პატარა ვიქნები. 60 წლისაც. ვინ არის? არ გეცოდინება, თბილისელია. ბექსი. რა? ბექსი. ბექსი რა, ვიტალი? არა, ვიტალი. აბა, ვალერი ქვია? არა. აბა, ვახტანგი? არც ვახტანგი. დიჯეია და პროსტა დაირქვა. ისე ლევანი ქვია. არ ვიცი რა, მამა, რა გითხრა. თან არ მინდა რომ შენს პირად ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ ძალიან პატარა ხარ, მამა. ნუ გეშინია. ცუც არაფერს ვიზა. ნანული რას ამბობს? იმე, მამა. გონი არ იცის? არა და ვერც გაიგებს ვერასდროს. არა, მოდი. არი ნერვიულო. მოდი. ნუ გეშინია. ხეხი დაიყივა. აი, ეხლა გაკეთე, კაი. ეხლა დაურეკავ. შენ ძალიან გიყვარს ხო ეს კაფე? მიყვარს. მადლობა რომ მოხვედი დღეს. რა მადლობა, რაზე მიხდი მადლობას? და ჩვენ რა ვქნათ? რაზე? ჩვენზე. არ ვიცი. მართლა ძალიან მომწოხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ. ნინი. არ ვიცი, საბა. მეც ძალიან მომწოხარ. მაგრამ არ მგონია რომ გამოგვივიდეს ურთიერთობა. რა არ გამოგვივა? არ ვიცი, საბა. ამერიკაში უნდა დავბრუნდე. როდის ჩამოვალ არ ვიცი. თან არის რაღაც პრობლემები. მაშინ რატო ხვდებით? სანამ წახვალ ერთობით? არა. ეგრე არა. აი ბოდიშ ცუდად გამომივიდა, მაგრამ მთელი გულით მინდა რომ ერთად ვიყოთ. ამჯერა რომ რაც მთელი გულით გინდა ყველაფერი გამოდის. მე ტალჩკავ. მეც. აი რა, ნუ ხარ ეგრე, ვატო ხო კარგადაა უკვე. ნენსი, წამო რა, ვიცეყოთ, ნუ ხარ დაგრუზული. არ მინდა. ეგეთი PMS-იანი სახით უნდა იდე? საღოლ. აი ხო. მე ვიცი რაც მოგიყვანს ხორცი. ხო იცი რომ არ მინდა. ვიცი, მაგრამ შენ თავს მიცავარ, მაგრად გაგისწორდი. ჩათვალე რომ მორფიუსი ვარ, მაგრამ მე ბედნიერებას გთავაზე. ეგრე რა. შენ? მეც მალე ვიცი.
გაახილე, ნუ გეშინია, კარგად ხარ, შენთან ვარ. კატო, სასწრაფოში დარეკე დროზე. რეკავ. არ დარეკო, სასწრაფოს პატრული მოყვება. ნესი, ვაიმე, ნესი. ვინ დარეკა, შიქხუ არა გავა. ნესი.